მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გაჩვენებთ საუკეთესო ფეხის ვარჯიშებს, რომელიც უნდა ჩასვათ თქვენს პროგრამაში. ამიტომ გავამყევით. სანამ ფეხის ვარჯიშებს დავიწყებთ, აუცილებლად გავაკეთოთ კარდიო ვარჯიში. 5 წუთი, 10 წუთი საკმარისი არის, რათა სახსრები კარგად გავახუროთ, სისხლი შევიყვანოთ ორგანიზმში და დავიწყოთ მუშაობა. ფეხის დღისთვის იდეალური ტრენაჟორი, კარდიო ტრენაჟორი ეს არის ველოსიპედი, ამიტომ ჩასვით თქვენს ვარჯიშებში, იმიტომ რომ მუხლის აღსარს იდეალურად ახურებს და ვარჯიში ბევრად უფრო ეფექტური არის. ეს არის leg extension-ი, იგივე ფეხის გამშლელი, რომელიც ჩვენი 4 თავა კუნთისთვის, კვადრიცეპსისთვის კეთდება. ეს კონკრეტული ვარჯიში შეგიძლიათ რომ გააკეთოთ დასაწყისში ან ბოლოს, იმიტომ რომ თუ აკეთებთ ჩაჯდომას, საკმაოდ რთული იქნება ჩაჯდომის ვარჯიში, ამიტომ გირჩევინეთ რომ ჩაჯდომის მერე გააკეთოთ ან დასაწყისში რომ სისხლი კარგად შეიუშვოთ კუნთებში და გადახვიდეთ ჩაჯდომაში. ჩემთვის ესე უფრო იდეალურია. რას აკეთებენ ყველაზე ხშირად, ყველაზე ხშირი შეცდომები, ხო? საჯდომი იწევა ზევით და ისე აწვევიან წონას. ბალიში არის ან ძალიან ქვევით, ან ძალიან ზევით. შესაბამისად, თუ აი ამ ნაწილში იდება ვერ წამოვა დატვირთვა და მუხლის აღსარზე დატვირთვას ვიგრძნობთ, თუ ძალიან ზევით იქნება, წვევის შემთხვევაში არაკომფორტული იქნება. დავფიქსირდეთ. საჯდომის აწევა ვთქვით კიდევ, აიწია საჯდომი და წელი დაფიქსირებული არ არის, ხო? წინ არის წამოწეული. ეს არის ყველაზე ხშირი შეცდომები, რაც არ უნდა დავუშვათ. როგორ უნდა გავაკეთოთ სწორად? მაქსიმალურად სკამი ისე მოწიეთ შიგნით, რომ წელი დაფიქსირებული იყოს, საჯდომი ედებოდეს, ხელები მოვკიდეთ ქვევით, რომ ტორსო არ აიწიოს ზევით. დავაფიქსირეთ, გავშალეთ, დავაფიქსირეთ ერთი წამი და ჩამოტანის ფაზა, გადაწელვის ფაზა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ძალიან ჩქარა ჩამოიტანთ, კუნთი არ გადაიწელება და სახსარზე წამოვა დატვირთვა. ზევით ატანისას ერთი წამი შევკარით და ჩამოვშალეთ. სულ ეს არის, წავედით შემდეგზე. ეს არის მომხრელი და მომხრელის დროს რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად. ეს დამცავი ბალიში, რომელიც ფეხზე უნდა გვედებოდეს, საერთოდ არ ადევს ხოლმე ფეხზე და ფეხები აქვს ძალიან შიგნით ან ძალიან გარეთ. ეხლა სკამი ახლოს შემაქ მოწეული გარეთ ვერ გავალ, ამიტომ ძალიან გარეთ სადღაც აი ამ ნაწილში და ფუსლებით აწვევიან. არა, დაწოლა უნდა მოხდეს სხვა ფაქტორით და ამას გეტყვით. კიდევ შეცდომა რა არის? წელის ზედმეტი გამოზნექვა. საჯდომის აქაც ზევით ატანა და ფეხის ძალიან სწრაფად ჩამოტანა და ძალიან სწრაფად აქნება, რაც რა თქმა უნდა არასწორია. მოდი ვნახოთ როგორ უნდა გავაკეთოთ სწორად. ბალიში აუცილებლად კარგად უნდა დავაფიქსიროთ ფეხზე. საჯდომი უნდა ედებოდეს, რა თქმა უნდა, სკამს, სხეულის სკამს ედება, სკამი შემოიტანეთ ისე, რომ ფეხის აი ეს ნაწილი ედებოდეს თქვენს ბალიშებს. შეგიძლიათ ასევე წინ წამოიწიოთ და გააკეთოთ ჩამოქაჩვა, შეკვრა და გადაწელვა. გადაწელვის ფაქტორი, ზემოთ ამოტანის ფაქტორი უნდა იყოს ნელი, რომ კუნთი კარგად გადაიწელოს. შემოიტანეთ, დააფიქსირეთ, აიტანეთ. ყველაზე ხშირად კიდევ რას უშვებენ შეცდომას, ნახე, ფეხის ზოგის სხვაგან იყურება, ზოგის სხვაგან იყურება. ეს არასწორი ვარიაცია, იმიტომ იქნება, რომ თუ ფეხები გარეთ იქნება, დატვირთვა იქნება სხვანაირი შიგნით წამოვა, თუ გარეთ იქნება, გარეთ წამოვა დატვირთვა. შესაბამისად, სწორ მდგომარეობაში გქონდეთ, ან თუ აკეთებთ გარე ვარიაციას, გქონდეთ ფეხები აი ასე. თუ შიდა ვარიაციას, ფეხები გქონდეთ აი ასე. სტანდარტულად გირჩევნიათ, რომ შუაში გქონდეთ ორივე ფეხი და ისე გააკეთოთ. თუ უკვე ვარიაციაში გინდათ, რომ ცალკეულად კუნთს დაარტყათ, ბიცეპსის ორთავა კუნთს, ჰამსტრინგს იგივეს, უნდა გქონდეს გათვითცნობიერებული ის, რომ ფეხის მოძრაობა, როტაცია ახდენს დიდ გავლენას. ჩამოვიტანეთ, დავაფიქსირეთ, ავიტანეთ. თუ შენი უკანა ბიცეპსის ჰამსტრინგის კუნთი ჩამორჩება კვადრიცეპსთან შედარებით, მაშინ მე პირადად გირჩევ, რომ დაიწყო ამ ვარჯიშით ვარჯიში, რადგან ჩამორჩენილი კუნთი უფრო აქტიურ ფაზაში გადაიყვანო. წავედით შემდეგზე. ეხლა გაჩვენებთ ჩაჯდომას თავისუფალ წონაზე. იმ შემთხვევაში თუ დამწყები ხარ, შეგიძლია რომ გამოიყენო სმიტის ტრენაჟორი, იმიტომ რომ შენთვის რთული ვარჯიში იქნება ეს. მოდით გადავიდეთ კონკრეტულად ვარჯიშზე. რა შეცდომას უშვებენ აქ ყველაზე ხშირად? კისრის ნაწილში უდეთ წონა და ხელები ძალიან უკან იყურება და კისერი ზევით იყურება, რაც არაკომფორტულ მდგომარეობას მოგცემს და ხერხემლისთვის არ იქნება კარგი. წონა უნდა გვედოს აი ამ ნაწილზე, ბეჭების მიდამოებში, რათა წონა იდეალურად იყოს ჩამოდებული და მუშაობა დავიწყოთ იდეალურად. პირველ რიგში წონა ავიღეთ, სწორი წელით გამოვედით, პოზიცია ვიპოვეთ და დავიწყეთ მუშაობა. ფეხები იყურება მხრების სიგანეზე, ფეხის წვერები მცირედ დავაცერავეთ გარეთ, რომ ბალანსი იდეალურად გქონდეს შენარჩუნებული. ჩავედით,
საჯდომი გარეთ იყურება, 90 გრადუსი შეიკრა, ავედით. არა აუცილებელი მუხლების ბოლომდე გაშლა, მცირედით მოხმის ტოვებთ. ჩავედით, დაფიქსირდა, მივაწექით. ეს კონკრეტული მოძრაობა ხდება ქუსლის ხარჯზე და არა ფეხის ბალიშების მიწოლის ხარჯზე. თუ ფეხის ბალიშებით მიაწვევით, ქუსლი ჰაერში აიწევა და ხერხემალზე წამოვა დატვირთვა. ამიტომ მაქსიმალურად ქუსლი უნდა იყოს დაფიქსირებული და ქუსლის ხარჯზე უნდა მოხდეს მიწოლა. სწორ ტექნიკას რაც შეეხება, დააკვირდით, საჯდომი გადის რაც შეიძლება გარეთ, სხეული პირდაპირ იყურება, წონა გვიდევს, ჩავდივართ. 90 გრადუსი შეიკრა და ამოვდივართ. მუხლები ახლოში არ შემაქ, არ ვშლით ზედმეტად გარეთ. ფეხი უნდა იყოს კარგად დადებული და დაფიქსირებული. ნახეთ კიდევ ერთი ფაქტორი. თუ სად მექნება, ფეხები აქვს ძალიან დიდი განსხვავება. თუ მექნება ახლოში და გავაკეთებ ქვევით ჩასვლას, ამ შემთხვევაში კვადრიცეპსზე წამოვა დატვირთვა. თუ უფრო გარეთ გავშლით და ჩავალთ, ამ შემთხვევაში უფრო შიდა ნაწილზე წამოვა დატვირთვა. ამიტომ ფეხის ვარიაციას თუ სად დადგავთ, აქვს დიდი მნიშვნელობა. გადავედით შემდეგზე. შემდეგი ვარჯიში არის ჰამსტრინგის ვარჯიში, რომანიან დედლიფტი იგივე, რომელსაც განახებთ. თუ რა შეცდომას უშვებენ ყველაზე ხშირად, მოდი დავიწყოთ, ხო? ყველაზე ხშირი შეცდომა ეს არის წელის მოხრა, საჯდომის შიგნით შეტანა, ხელები ზედმეტად გარეთ გატანა და მუშაობა აი ასე. ან თუნდაც ზედმეტად ქვემოთ ჩამოსვლა და ამოსვლა ზემოთ, ხო? მოდი განვიხილოთ სისწორეში რა როგორ უნდა იყოს გადანაწილებული. ფეხები იყურება მხრების სიგანეზე, საჯდომი რაც შეიძლება გარეთ იყურება, თავი აუცილებლად დაბლა იყურება და ხელები გვიკიდია ფეხები შიგნით. ქუსლზე გვაქვს მთლიანი დატვირთვა და ქუსლი ახდენს ამ ყოველივეზე ზეგავლენას და არა ფეხის წვერები. დავაფიქსირეთ, თავი დაბლა არის. ფეხებთან რაც შეიძლება ახლოს იყურება ჩვენი წონა. ჩავიტანეთ, ჩავწელეთ, გავჩერდით, ამოვიტანეთ, ჩავედით. ეს კონკრეტული მუშაობა დატვირთავს თქვენს ჰამსტრინგის კუნთს. იმ შემთხვევაში თუ გვინდა გოგოებს უფრო მეტად ეხება, იმ შემთხვევაში თუ გვინდა რომ საჯდომი ჩავთოთ, გადაწელვა შეგვიძლია უფრო ღრმა იყოს და ამოტანის შემთხვევაში საჯდომი შიგნით შევკრათ. ჩავედით, გადავწელეთ, საჯდომი შიგნით შევკარით. საჯდომი დაბლა არ მიდის, პირიქით მაღლა გარეთ იწელება. ბამ. შეგვიძლია ასევე ქუსლებთან დავიდოთ ბლინები ორნახევრიანები, რომელიც ცოტა მეტ სიმაღლეს მოგცემს, აი სადღაც აი ესეთ სიმაღლეს და გადაწელვა იქნება ბევრად უფრო ეფექტური. წონას როგორც აიტანთ, რაც წონაც არის თქვენი სამუშაო წონა, მოუმატეთ, რადგან რაც უფრო ძიმე იქნება, მით უფრო კარგად დაიტვირთება. მაგრამ მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ წელზე არ წამოვიდეს დატვირთვა. თუ ზედმეტად გძნობთ წელს, დააკელით წონა, გააკეთეთ შედარებით დაბალი წონით და მაქსიმალური კონცენტრაცია გქონდეთ თქვენს ბარზაყის ორთავა კუნთზე. გადავედით შემდეგზე. ეს არის ლანჯები, ჩემი საყვარელი ვარჯიში. მოდი ვნახოთ არასწორი ვარიაციები როგორ აკეთებენ და როგორ უნდა გავაკეთოთ, ხო? სწრაფი ჩავარდნა. მუხლის მძიმედ და ძლიერად დაგდება. ამოსვლად უკანა ფეხის ხარჯზე, უკანა ფეხის მიწოლით. ამასთან ერთად წელი ზედმეტი მოხრილობა და წონის ხელით დაკავება. ეს შეცდომები რო აღმოქვрат, მოდი ვნახოთ როგორ უნდა გავაკეთოთ იდეალურად. პირველ რიგში გადავდგით ნაბიჯი, ფეხის ოდნავ გარეთ და ჩავედით ნელი ვარიაციით, მუხლს ავდებთ და ვდგებით წინა ფეხის ქუსლზე. ჩავედით კვლავ, ამოვედით. წელი დაფიქსირებულია, წინ იყურება, თავი პირდაპირ იყურება, ჩავედით, ამოვედით. წონა რაც შეიძლება მოდუნებული მაქვს ხელებში, რომ დატვირთვა ფეხზე წავიდეს, ხო? თუ 90 გრადუსს შევკრავთ და ისე ჩავალთ, მაშინ კვადრიცეპსზე მეტი დატვირთვა წამოვა. იმ შემთხვევაში თუ გვინდა რომ ჰამსტრინგს დავარტყათ, ამ შემთხვევაში მეტი გადაწელვა იქნება საჭირო, ხო? აი აქ და მცირედით მუხლი წინ. ხო, მუხლზე არ გვითქვამს. ხშირი შეცდომა არის ასევე წინ ჩასვლა მუხლთან, რომელიც მუხლის ახსარს აუცილებლად არაკომფორტულად დაგიტვირთავთ. შუაში ჩავდივართ, ნახეთ? ჩავედით. ამოვედით. წინა ფეხის ქუსლის ხარჯზე, უკანა ფეხით ჩათვალეთ, რომ არ გაგაჩნიათ
და უკანა ფეხს არ აწვევით. ეს კონკრეტული ლანჯის მოძრაობა შეგიძლიათ გააკეთოთ როგორც ადგილზე, ასევე მოძრაობაში. წვივის ვარჯიშები ლეგ პრესზე არის იდეალური, რადგან წელზე დატვირთვა არ წამოვა. ბევრი ტრენაჟორი და ბევრი ჰამერი გვხვდება, რომელიც შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ, ან ჩვეულებრივად დაამდგრად მდგომარეობაში შეგიძლიათ გააკეთოთ, მაგრამ მე პირადად აი ამას გირჩევთ. მივაწექით გარეთ, ჩავიტანეთ, კარგად გადავწელეთ, მივაწექით გარეთ, თუ ფეხები იდგმევა აი ასე, დატვირთვა წამოვა ორივე ნაწილზე, თუ გარეთ იქნება ამ შემთხვევაში ჩატანა ამოტანისას ანალოგიური ფაზა არის და გარეთ დაიტვირთება, თუ შიგნით გვექნება ფეხები, მაშინ შიდა ნაწილი დაიტვირთება. შეგიძლიათ რომ 3 სეტი გააკეთოთ, ერთი სწორად, ერთი დახრილი, ერთი მეორე დახრილი, რომ თანაბრად მოახდინოთ თქვენს წვივის კუნძზე დატვირთვა. ფეხს რაც შეიძლება დაბლავდებთ, ფალანგები გვაქვს მიდებული ფეხის, ჩავწელეთ კარგად, დავაფიქსირეთ, ავიტანეთ, მივაწექით. მიწონისას ერთი წამი გავაჩერეთ, ჩავიტანეთ ნელა, გადავწელეთ, მივაწექით. მდგომარეობას ფეხის დახრა ასეთი, დახრა ასეთი. 1 2 ეს არის სულ. თუ მოგეწონა ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქე ეს ვიდეო და გამომყევი სოციალურ ქსელებში თუ გინდა რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო. არივედერჩი.